ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა. ასე ეხმიანება მხატვარი მამუკა ცუცქირიძე გუშინდელ აქციაზე გერმანიიდან დაბრუნებული ელჩის პიტერ ფიშერის მისვლას და პროტესტის მონაწილეებისთვის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოცხადებას. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ცუცქირიძე ელჩთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოს ურთავს და წერს, რომ პიტერ ფიშერის მხრიდან სოლიდარობის ეს მომენტი არასდროს დაავიწყდებათ. გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე გამოჩენას პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. Diplomatic korpuses წარმოადგენს ყველა ქვეყანაში მithumetes უფლება, რომ შეუერთდნენ ნებისმიერ დემონსტრაციას, შეუერთდეთ ეს არნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ამ აქციის მონაწილედ იქცევა, ეს ადამიანი უბრალოდ აქციის მონაწილეებს ნახულობს, ხვდება, ესაუბრება მათ და ეს არის აპრობირებული პრაქტიკა ცივილიზებულ სამყაროში. ეს ხალხი მხოლოდ ივანიშვილის შესახვედრად და ივანიშვილის გუნდის წევრების შესახვედრად არ არის დიპლომატად მოვლენილი, ისინი ჩვენს ოპოზიციონერებს ადამიანები არიან, გაგიკვირდებათ და პროტესტანტებიც ადამიანები არიან და მათთან შეხვედრები, მათ შორის საპროტესტო აქციის დროს ნამდვილად არ გახლავთ რაღაც განსაკუთრებული. დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა არის, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ყველა პარტნიორს იხსენებოდიერად ფაქტობრივად ლანძღავ ყოველდღიურად, ასე რომ ქართულ ოცნებას მე მგონი არ გააჩნია მაგის საუბრის ლეგიტიმაცია, რომ დიპლომატიურ ეტიკეტზე ისაუბროს. ელჩია ხან შეხვდება მართველ გუნდს, ხან შეხვდება ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მისი მოვალეობა ეს არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა აზრის ადამიანთან კონდეს ურთიერთობა. ფიშერის მეორე სეზონი თავიდანვე პირველივე სერიაში ჩავარდა. იყო არაერთი დისკუსია, კონსულტაცია მის დაბრუნებამდე და ჩვენ პირველივე დღეებში ვხედავთ ამ ადამიანისგან ისეთ ქმედებებს, რაც შეთანხმების საფუძველზე არ უნდა მოხდარიყო. ამიტომ ეს სხვა კომენტარი გამიჭირდება, შემიძლია უფრო კრიტიკულადაც შევაფასო, მაგრამ მაქსიმალურად თავს შევიკავებ, რამდენადაც მე ვიცი, შესაბამისი კომუნიკაცია უკვე შედგა გერმანულ მხარესთან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაცნობთ მისი ქმედების შესახებ, დანარჩენს დავილნახავთ რა რეაქცია მოყვება ამას, ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ან თავად ამ ადამიანისგან, თუ ასე აპირებს იგი გაგრძელებას, ძალიან მე წინასწარ შემიძლია მე უბრალოდ მისი დასასრული წარმოვიდგინო, რა შეიძლება ამ სერიალის დასასრული იყოს. რაც არავის ომხრივი ურთიერთობების დაზიანება ისეთ ეტაპამდე, რომელიც შეიძლება შემოbrunებადი არ იყოს უახლოეს მომავალში. სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბრუნებდა ელჩ ფიშერს, მათ ჰქონდათ წინასწარი კონსულტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩამოსვლამდე და მათ განუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი. არ გავიდა რამდენიმე დღე და ვხედავთ ელჩს ექსტრემისტებთან ერთად და ვხედავთ ელჩს, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის მლანძღველს, პატრიარქის თანამოსახდის მლანძღველს და ქართული სახელმწიფოს მასხრად არ ვიცი, ამიტომ უნდა გააკეთოს განმარტება საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს არის მისი დავალება, რომ გერმანიის ელჩმა სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს ეკლესიის მლანძღველებს, ეს არის მისი დავალება, რომ გერმანიის ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადოს ექსტრემისტებს, თუ ეს არის კვლავ მისი თვითშემოქმედება. ამ კონსულტაციისთან დაბრუნების შემდეგ ჩვენ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, გადაიკითხავდა კიდევ ერთხელ შესაბამის მუხლებს და ბოლო-ბოლო ამ ყველაფრის შემდეგ რაღაცნაირად თავს მაინც შეიკავებდა. არ გასულა რამდენიმე დღე და უბრალოდ მასხრად აგვიგდო მთელი საზოგადოება, მთელი სახელმწიფო და ეკლესიის მლანძღველებს უცხადებს სოლიდარობას. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რა სურს მას? მას სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ სურს ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ. იმიტომ რომ ამ ელჩის პირობებით, რომელიც მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ამ ელჩის პირობებში, რომელიც სოლიდარობას უცხადებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, ამ ელჩის პირობებში, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის მლანძღელ ადამიანს, ამ ელჩის პირობებში რთულია წარმოიდგინოთ, რომ ეს ხიდები იქნება აგებული გერმანიის მხრიდან.